საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 293 დევნილ ოჯახს შეუძინა. დევნილთა განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულეს. ქვემო ქართლში ვიყავით იმ ოჯახების სანახავად, რომლებსაც სოფლის სახლის პროექტის ფარგლებში შეუძინეთ სახლები. 293 ოჯახს შეუძინეთ სულ მთელ ქვემო ქართლის რეგიონში და 1500-მდე მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის სახლები, რომლებსაც დევნილები თვითონ ირჩევენ და შემდეგ სამინისტრო ყიდულობს ან მთლიანად ან თანამონაწილეობით იმის მიხედვით რა აღირს სახლი. ფასი არის განსაზღვრული და დამოკიდებული ოჯახის სულადობაზე, ხოლო ზოგჯერ როდესაც ფასი იმის ზემოთ არ იყვება, დევნილები თვითონ ამატებენ და რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში ის არის, რომ დევნილები თვითონ პოულობენ იმ სახლს, რომელიც მოსწონთ და რაღაცნაირად უკვე ადაპტაციის გარკვეული ეტაპი ამით უკვე გავლილია და მეორე მნიშვნელოვანია იმით, რომ როგორც წესი ამ სახლების დიდ ნაწილს ახლავს მიწის გარკვეული ნაკვეთი, რაც მარტო ჭერს და მარტო სახლს კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყაროც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდე ეს პროექტი გაგრძელდება მომავალში კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით. ვარ აფხაზეთიდან დევნილი, კერძოდ კამანიდან. მთელი 22 წელი დევნილობაში ვარ. გავიგე რომ იყო სახლების შესყიდვა, შევიტანე განაცხადი. დიდი მადლობა სამინისტროსო დამეხმანე და შემისყიდეს სახლი თავისი მიწის ნაკვეთით, რომელსაც ვამუშავებ, მომყავს მოსავალი